წლიდან დაარსდა ანიმაციის განვითარების ფონდი საქართველოში. შემდგომ ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი TOFUS, რომელიც ყოველ ოქტომბერს ტარდება ქალაქ ბათუმში. შემდგომ ნელ-ნელა ანიმაციის განვითარების ფონდის პროექტები გაიზარდა, გადავედი მთელი საქართველოს მასშტაბით, პატარ-პატარა ფესტივალებს ვატარებთ სხვა რეგიონებში, სადაც ბავშვებს ვანახებთ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ანიმაციურ ფილმებს, ახალს, ხვდებით მათ და ასევე უტარებთ ვორქშოპებს, სადაც ვაცნობთ ანიმაციის საფუძვლებს, თუ როგორ კეთდება ანიმაცია. ვახატინებთ, შემდეგ ვამონტაჟებინებთ და ასე ვთქვათ, ვახალისებთ ამ სფეროს ახალგაზრდებში. შემდეგ აღმოვაჩინეთ ესეთი რაღაც, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა ანიმაციით. და გაუჩნდათ დიდი სურვილი, რომ თვითონაც გაეგრძელებინათ კეთება. და ქალაქ თელავში 3 წლის წინ დავაარსეთ ანიმაციის სასწავლო სტუდია. თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის ბაზაზე. სადაც ასე ვთქვათ, მოპოვებული დაფინანსებებით შევიძინეთ კომპიუტერები, ანიმაციის დაფები. დღესდღეობით გვაქვს 5 სტუდია თელავში, ზუგდიდში, ფოთში, ხულოში და გორში. ამ სტუდიის ბავშვები სწავლობენ როგორ კეთდება ანიმაცია და მუშაობენ ფილმებზე, მოკლემეტრაჟიან ფილმებზე. ამ ფილმებს შემდგომ ვაგზავნით საერთაშორისო ფესტივალებზე, სადაც შეძლებს დაგვარად მივემგზავრებით ხოლმე ბავშვებთან ერთად და ის ბავშვები, რომლებიც ამ სფეროთი არიან ჩვენთან უკვე დაინტერესებული და ამას ვასწავლით, ხედავენ, რომ ანიმაცია არის ძალიან პერსპექტიული საქმე და სოფლიოში ძალიან მოთხოვნადი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ რეგიონში და ძალიან ბევრ ბავშვთან მოგვიწია აი ამ ანიმაციის პროცესის ახსნა. და ყველაზე სახალისო მომენტი არის ხოლმე, როდესაც ესე შევკრიბავთ ბავშვებს და გონიათ, რომ რაღაცა კონკურსი უნდა ჩატარდეს ახლა, იმიტომ რომ ახლა ანიმაცია გაჩვენო როგორ კეთდება რო ეუბნები, იბნევიან ცოტა, იმიტომ რომ ახლა ზოგმა კი იცის როგორ კეთდება, ასე თუ ისე, მაგრამ ვუხსნით, რომ ეს ანიმაცია მოდის ამ დროიდან, ესე კეთდება, ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ, სახალისო მომენტია ხოლმე, რომ თვითონ გავაკეთებთ, დავახატიებთ პერსონაჟს, გავახატიებთ მოძრაობებს, გავაცოცხლებინებთ და ამ ყველაფერს მე კომპიუტერში რო ხედავენ, აი ესე იგი აბსოლუტურად რადიკალურად იცვლებიან ხოლმე, რომ უი, რა მაგარია, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და მე აბსოლუტურად ყველას უნდება ხოლმე, რომ სცენარი დაწეროს, პერსონაჟები დახატოს, ფილმი გააკეთოს, გააგზავნოს და სულ სხვა თვალით უყურებენ ხოლმე ზოგადად ანიმაციას. ამჯერად მე ვასწავლი თელავის სამხატვრო სკოლაში, ანიმაციის სტუდიაში და ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში. ბავშვები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, იმდენად სერიოზულად უყურებენ ამ სფეროს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ანიმაციას ძალიან დიდი მომავალი აქვს.